არ გენატრება ეს გარემო? ძალიან მენატრება, არანორმალურად, ტკივილამდე მენატრება, სიზმარში ვხედავ. გამოვარჩევ ერთ რეპორტაჟს, რომელიც თქვენ წიგნში გაქვთ შეყვანილი. ეს ეხება ირანში მოგზაურობას. ამ ამბებმა რა წიგნშია, რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დედაქალაქში, თეირანში შეგეძლო, რომ მხოლოდ თავსაფარი გკეთებოდა და დახურული გქონოდა ფეხები, მაგრამ ფერეიდუნ შაჰრში, სადაც ფერეიდნელი ქართველები ლოკალურად ცხოვრობენ და თავიდან ბოლომდე ჰიჯაბი უნდა გცმოდა და ეს იყო ძალიან მძიმე ჩემთვის. და როცა შევდიოდი ამა თუ იმ ფერეიდნელი ქართველის სახლში, მეუნებოდნენ ახლა შეგიძლია გაიხადო, ახლა საქართველოში ხარ. როგორ დაიბადა პროფილი და რატომ სახელი პროფილი და არა სხვა? ეხლა რო ვთქვა, რომ Facebook-ი მაშინ არ იყო და ანუ პროფაილს გამო არა. უნდა ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი და ბრუნვადი. ის არ ოცნებობდა ჟურნალისტიკაზე, სწავლობდა უცხოეთში და შემდგომ ხდება ის ტრაგიკული ამბავი. წინა დღეს რო დავურეკე, მან დამიმალა, რომ ავად იყო. იმ დილას 3 საათზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ის კომაში იყო. როცა ნიკამ დამირეკა გვარამიამ და ნიკას ვთხოვე, რომ იქნება შენ დარეკო მეთქი და გაარკვიო. მე არ ვიცოდი რამდენად მძიმე იყო. და ნიკასთვის უთქვამთ, she's dying. ამის გადატანა ისე რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო ძალიან ძნელია. სტუმრად მყავდა შვილგვტარი ქალები და ყოველთვის მეგონა რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს. 29 მარტს გაზაფხულზე მოხდება ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა. ეს არის ჩემთვის არ ვიცი, მადლობაზე უფრო დიდი რამ. ასე რომ 29-ში შევხვდებით. პროფილური კითხვა, რომელსაც მაია ასათიანს დაუსვამდა. პროფილური შეკითხვა სიყვარულზეა. კითხავდი ჩემ თავს, როდის შეგიყვარდება.